ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტმა პარიზში საერთაშორისო სამიტზე მიიწვია. კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილი პირველი სამიტი 9-10 სექტემბერს გაიმართება. როგორც ემანუელ მაკრონი აღნიშნავს, ღონისძიების თანათავმჯდომარეები იქნებიან საფრანგეთი და გერმანია. მთავარი თემები კი იქნება მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენთან და სხვა მოწვეულ ქვეყნებთან ერთად განსაზღვროთ სამიტის ფორმატი, რათა ღონისძიება მტკიცე განცხადებებით და კონკრეტული ნაბიჯებით დასრულდეს. მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და სიამოვნებით გიმასპინძლებთ პარიზში, რა თქმაა, ემანუელ მაკრონის წერილში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი, მაქვს პატივი მოგიწვიოთ კოსმოსის საკითხებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო სამიტზე, რომელიც პარიზში 9-10 სექტემბერს გაიმართება. დღეს ისე როგორც არასდროს კოსმოსი ძალაუფლებისა და კეთილდღეობის უმნიშვნელოვანეს ვექტორს წარმოადგენს. ინდუსტრიული აქტორების დინამიზმი ამ სფეროს გაზრდილი სამოქალაქო და სამხედრო ორმაგი დანიშნულება და გამწვავებული კონკურენცია მოითხოვს კოორდინირებულ მოქმედებას, რათა სრულად მოხდეს მისი ტექნოლოგიური პოტენციალის რეალიზება და კოსმოსური ეკონომიკის მდგრადი და პასუხისმგებლიანი განვითარების დაჩქარება. სამიტის შექმნის შესაძლებლობას ხაზი გაისვას დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას არამხოლოდ სახელმწიფოებს, არამედ კომპანიებსა და მრავალმხრივ აქტორებს შორის. ჩვენი ვალია უკვე დღეიდან უზრუნველყოთ კოსმოსური საქმიანობის მდგრადობა ჩვენი საერთო კეთილდღეობისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ. ის სამიტი სწორედ ამ ამბიციის გამტკიცების საშუალებას იძლევა. ამასთან მოგვეცემა შესაძლებლობა წარმოვაჩინოთ ჩვენი კოსმოსური ინდუსტრიებისა და სააგენტოების ექსპერტიზა, ისევე როგორც ჩვენი თანამშრომლობის მაღალი სტანდარტი სამეცნიერო, ინდუსტრიულ, ტექნიკურ და ეკონომიკურ დონეებზე. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენთან და სხვა მოწვეულ ქვეყნებთან ერთად განსაზღვროთ სამიტის ფორმატი, რათა ღონისძიება მტკიცე განცხადებებითა და კონკრეტული ნაბიჯებით დასრულდეს. ჩვენი მიზანია აღნიშნული შეხვედრა ვაქციოდ გამორჩეულ შესაძლებლობად კოსმოსური გამოწვევების მნიშვნელობის დასადასტურებლად და კოსმოსში მრავალმხრივი თანამშრომლობის მხარდასაჭერად, რომელიც დღეს ისე საჭიროა როგორც არასდროს. მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და სიამოვნებით გიმასპინძლებთ პარიზში 2026 წლის სექტემბერში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მიიღეთ ჩემი უღრმესი პატივისცემა. ირაკლი კობახიძე საქართველოში თურქეთის ელჩს მუსტაფა თურეკ არის შეხვდა. განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო ერთობლივ რეგიონულ პროექტებს და სავაჭრო ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. პოლიტიკური პოპულიზმი და ომის რიტორიკა ასე პასუხობს ნიკა გვარამიას სააკაშვილს, რომელმაც ყოფილი თანაგუნდელი ამჯერად ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. სააკაშვილის მთავრობის ყოფილი წევრი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის პოზიცია ხალხის ემოციებზე პოპულისტური თამაშია. კიდევ ერთი დაპირისპირება სააკაშვილსა და გვარამიას შორის პარტია ახალის ლიდერის განცხადებას მოხვა. გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრაუმული მეხსიერება განვითარებას ბლოკავს, მაგალითი კი ფაშინიანია, რომელმაც ყარაბაღი დათმო. პასუხად სააკაშვილმა ყოფილ თანაგუნდელს ისტორიის და გეოგრაფიის ცოდნა დაუწუნა და თქვა, რომ საზოგადოების აღშფოთება ობიექტური იყო. შეფასება კეთდება მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ დაპირისპირება ფასადურია, რეალურად კი ოპოზიციის შიგნით ერთიანი მიდგომებია და მათ ხელისუფლების მშვიდობიანი პოლიტიკა და შერიგების ინიციატივები აღელვებთ. ლელა ჯავახიშვილი უერთდება ამ თემით კურიერს, გისმენთ ლელა. ომის რიტორიკის მქადაგებელი უპასუხისმგებლო პოპულისტი ნაცები. ეს ნიკა გვარამიას სიტყვებია. ნაციონალური მოძრაობის ლიდერსა და პარტიის ყოფილ იდეოლოგს შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც თავად გვარამიამ გამოაქვეყნა sapasukho განცხადება. მან სააკაშვილის პოსტის შინაარსზე დაყრდნობით დაწერა, რომ ნაციონალური მოძრაობის ნარატივი გულისხმობს აფხაზეთის ომით დაბრუნებას, რაც მისივე შეფასებით უპასუხისმგებლო სიტყვები და ხალხის ემოციებზე თამაშია. ახალის ლიდერი საკუთარ პოსტში სააკაშვილის იმ განცხადებასაც ციტირებს, სადაც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი აფხაზეთზე კონტროლის აღდგენასა და ქვეყნის შეიარაღებაზე წერს. მთავარი რიგის ამოცანა აფხაზეთზე კონტროლის აღდგენა და ეს არ გამოვა გველს ხვრელიდან ამოიყვანს ენად კბილად მოუბარი პრინციპით. არამედ მხოლოდ ეკონომიკურად, პოლიტიკურად ძლიერი კბილებამდე შეიარაღებული საქართველო საკუთარი და მეგობრების ძალებით შეძლებს ჩვენი ძირძველი მიწის, ჩვენი სახლების დაბრუნებას ენგური და მსოუმდე.
აფხაზეთი უნდა დავიბრუნოთ ომით, რაც ფაქტიურად ითარგმნება როგორც უკიდურესი პოლიტიკური პოპულიზმი და ცარიელი ომის რიტორიკა. ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის განწყობას, რომელსაც ომი არ უნდა და უპასუხისმგებლო ცარიელი სიტყვებია, რომლის უკანაც არც რეალური სამხედრო გეგმა დგას და არც არანაირი ნაფიქრი სქემა. ჩემი პოზიცია კი რაციონალურია და ნაფიქრი. შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან. დაპირისპირება ლიდერების საპასუხო განცხადებებით არ დასრულებულა, ის კიდევ უფრო გამწვავდა გვარამიას პოსტის კომენტარებში, სადაც ნანუკა ჟორჟოლიანმა თავად ნიკა გვარამიასგან მოითხოვა ახსნა განმარტებები. ამას მოჰყვა უკვე საპასუხო Facebook სტატუსი EMC-ის დირექტორის თამთა მიხელაძის მხრიდან, რომელიც გვარამიას განცხადებას პირველივე დღიდან პრაგმატიზმით ამართლებდა. სწორად წავიკითხე, მიშა ომის პარტია. მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებებს სიმართლე რომ თქვა სერიოზულად ვერც ვიღებ ხოლმე. აფხაზეთზე მის მიერ გამოხატული შეხედულებები უბრალოდ დასაგმობია. ეს არის პოლიტიკოსი, რომელმაც ვერავითარი გამოცდილება ვერ გამოიტანა საკუთარი წარსულიდან. ბევრი რამე შეიცვალა და ბელადების და მათი გიჟი იდეების თავზე დასმას არ ვაპირებთ. აფხაზეთის დათმობა თუ ომის პროპაგანდა ქართული ოცნების შეფასებით ამ საკითხზე ოპოზიციასა და მათ მხარდამჭერებს შორის დაწყებული დავა აბსურდული და მოჩვენებითია. მათი თქმით, ოპოზიციის მხრიდან აქამდე გაკეთებული განცხადებებიც მოწმობს, რამდენად კოორდინირებული და მიზანმიმართულია მათი კამპანია შერიგებისა და მშვიდობის პოლიტიკის წინააღმდეგ. ჯერ პირველი განცხადება ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა ბერძენიშვილმა, რამაც არ გამოიწვია აზიოტაჟი, არ იყო მისი წონა, რომ ამ საკითხს აზიოტაჟი გამოიწვია. შემდეგ ბარამიძემ, რომელმაც ომის დანაშაული დაგვაბრალა, შემდეგ გვარამიამ, რომელმაც ტრამული მეხსიერება უწოდა და უნდა ჩავაბაროთო აფხაზეთიო, ეგ იგულისხმა. შემდეგ სამადაშვილმა გააკეთა ანალოგიური განცხადება ამ სამივეს თუ ოთხივეს შემდეგ მხარი დაუჭირეს NGO სექტორმა. სააკაშვილი კარგა ხანს დუმდა ამ საკითხზე, არანაირ განცხადებას არ აკეთებდა. როგორც ის ერთ-ერთი მთავარი აგენტი და აგენტების ლიდერი ელოდებოდა, რას რეაქცია მოყვებოდა საზოგადოებისგან მისი დაქვემდებარებაში ყოფ აგენტებს. ასე რომ ყველაფერი გამჭვირვალეა და ყველაფერი ნათელი არის. მათ მიღებული აქვს დავალება, რომ ყველანაირი ძალით გააღვივონ შუღლი ჩვენ და აფხაზებს შორის და ხელი შეუშალონ ყველა მეთოდით და განცხადებით მათთან ურთიერთშერიგებას, მათთან შერიგებას და ნდობის აღდგენის პროცესს. არ გამოუვა ნიკა გვარამიას ახლა ეს გამოსასწორებელი და გასამართლებელი პოსტები, მან შინაარსობრივად რაც ისაუბრა ჩვენი მეზობელი ქვეყანასთან დაკავშირებით და ტერიტორიების დათმობებთან დაკავშირებით, ძალიან კარგად გაიგო ქართულმა საზოგადოებამ, რომ ეს ის ხალხია, ეს ის ნაცაგენტურაა, რომელიც პირდაპირ ხაზზე არის ევრობიუროკრატიასთან. ეტყვიან რომ უნდა დათმონ ტერიტორია, დათმობენ, ეტყვიან რომ ომი უნდა დაიწყო, დაიწყებენ, ეტყვიან რომ ბომბი უნდა ჩააგდო, ჩააგდებენ. აი ეს არის ზუსტად ძალიან კარგად იცნობს ქართული საზოგადოება ნიკა გვარამიას. ის არის ერთ-ერთი იდეოლოგი ნაცაგენტურის. ომით დამბრუნებელი თუ იყო სააკაშვილი მის პარტიაში რატო იყო ერთ-ერთი იდეოლოგი? და თუ იმას აღიარებს რომ ეს ომი არასწორი იყო, მაშინ ასევე რატო ამბობს რომ ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში ყოფნის დროს სწორ პოლიტიკას ატარებდა. ნიკა გვარამიას ბოლო განცხადება მიხეილ სააკაშვილის იმ Facebook სტატუსს მოჰყვა, რომლითაც მან საკუთარ ყოფილ თანაგუნდელს უთხრა, რომ კაპიტულიანტური განწყობების გამო საზოგადოება სამართლიანად აღშფოთდა. მადლობა ლელა ჯავახიშვილს საუბრობდა შეფასებებით პირდაპირ ეთერში. ომის პროპაგანდა და ქვეყნის ღალატი, ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციის აქტივისტის გიორგი ახობაძის განცხადებას, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართული ნავთობტერმინალები უკრაინის სამიზნეებია და უკრაინული დრონების მოფრენას სიხარულით და ტაშით უნდა შეხვდნენ. თბილისში აცხადებენ, რომ ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს უცხოური და ადგილობრივი აქტორების სურვილს, რომ საქართველო მეორე ფრონტი გახდეს. მათივე თქმით, ოპოზიცია მზად არის პირადი მიზნებისთვის ქვეყნის ინტერესები გაწიროს, რასაც საზოგადოებისგან მკაცრი შეფასება სჭირდება. განცხადებას, რომელიც მოვისმინეთ ახობაძისგან, აქ ერთადერთი განმარტება. ვერ ითმენენ იმ საკუთარი სურვილების გამჟღავნებას, რაც უკვე წლებია ამოძრავებთ ამ აგენტურულ ძალებს საქართველოში, სურთ რა ჩვენი ქვეყანა ჩაერთოს იმ დიდ ომსა და დაპირისპირებაში, რაც მიმდინარეობს დღეს სამწუხაროდ ევროპის კონტინენტზე. ჩვენ ხედავთ პირდაპირ გამჟღავნებულ სურვილებს,
ნავთობტერმინალების აფეთქების, მათი სამიზნეებად ქცევის და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ქვეყნის ხელისუფლება, ქვეყნის მოსახლეობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს წინ წავიდეს ეკონომიკურად, იყოს მშვიდობა, რაც ყველაზე მთავარია, რაც არის განმაპირობებელი პროგრესის და ამავდროულად ეს მუდმივი სურვილი ახობაძეების და მისი მსგავსი პირების გვახსოვს ჩვენ კარგად ონჯარიას განცხადება, გვახსოვს ომი გვინდა, ეს ომის სურვილი დღესაც კარგად ჩანს, ოღონდ კი რაიმე ფორმით საკუთარი ქვეყანა გარიონ აი ამ დიდ დაპირისპირებაში და უბედურების და ომის ცეცხლი დაანთონ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის მათი სახე აგენტურის, სახე იმ ადამიანების, რომლებიც პირდაპირ უცხოეთიდან იღებენ დავალებებს და ჯამაგირებსა და ასე შემდეგ. ჩვენ ცხადია ვერ შევაფასებთ მის განცხადებას, ეს შეიძლება მისი პერსონალური პოზიცია იყოს, მაგრამ ჩვენ არ გვსურს ომი. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა და ყველანი ხედავთ, რომ აგენტურული ოპოზიცია და მათი ფსევდოლიბერალი ულტრამემარცხენე აქტივისტების ძალიან დიდი სურვილია, რომ საქართველოს ტრიალებდეს იგივე ტრაგედია, რაც ტრიალებს უკრაინაში. იგივე ნილო მომჯარიას განცხადებები, იგივე ბატონი გვარამიას განცხადება დაახლოებით ერთი თვის წინ, რომ იგი ძალიან გულდაწყვეტილია, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინა, როდესაც დაიწყება მისი განახლება, დანგრეული უკრაინის მიიღებს მსხვილ ტრანშებს და საქართველოს ვერ მიიღებს ამ ფულს, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა. ახლა ბატონი ახობაძე, რომელიც მათი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტი არის, ზუსტად ანალოგიურს აცხადებს და ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის რა თქმა უნდა გასაკვირი არ არის, ვინაიდან მათი სურვილი არის ის, რომ უცხო ძალების ინტერესები დააკმაყოფილონ და საქართველოში იქნას გახსნილი მეორე ფრონტი. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გარეს მუდმივ კოორდინატორს, ქალთა ორგანიზაციის და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. ხაზი გაესვა თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასა და გაეროს სააგენტოებს შორის. მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესს და 2026-30 წლების თანამშრომლობის ჩარჩოს პრიორიტეტულ მიმართულებებს. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ნაბიჯებზე საჯარო ინსტიტუტების გაძლიერების, ეფექტიანი საჯარო სერვისების განვითარების და კარგი მმართველობის კუთხით. სიძულვილისენის სამმართველოს მიერ გამოვლენილ ფაქტებზე სასამართლო პროცესები გრძელდება. დღეს ერთ-ერთი საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გაიმართა. 4000 ლარით დაჯარიმდა ჯამბულ უგრეხელიძე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მარლენ ნადირაძეს და მიხეილ გრძელიშვილს. კიდევ ერთი საქმე ეხება მოქალაქე ნარგის ხაჭვანს, რომელიც 1500 ლარით დაჯარიმდა ირინე ფერაძის შეურაცხყოფის გამო. მოცემულ შემთხვევაში თავად ირინა ფერაძე მომართა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოითხოვა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართლებრივი რეაგირების განხორციელება. ასთან დაკავშირებითაც დაიწყო სამართალწარმოება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მტკიცებულებების მოპოვება და აგრეთვე განხორციელდა სავარაუდო სამართალდღეობი პირის იდენტიფიცირება. აღნიშნულთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია და აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდღეობა და სახდელი სახით შეეფარდა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. ერთიანი ეროვნული გამოცემის მონაწილეებს დღეს 6 საათზე პროგრამების სიაში ცვლილების ვადა ეწურებათ. შეფასებისა და გამოცემის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს აბიტურიენტებს საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ გაეცნონ კონკურსს. შედეგებს და შეადგინონ პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი. პროგრამების არჩევისას ყურადღება მათ უნდა მიაქციონ გაზრდილია თუ არა კომპეტენციის ზღვარი, ასევე ადგილების რაოდენობას, სწავლის საფასურს და ქალაქს, სადაც შესაბამისი პროგრამა ხორციელდება. მზადება ახალი სასკოლო სეზონისთვის. ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ფორმების დასაწყობების და სარეალიზაციო პუნქტების მომარაგების პროცესი მიმდინარეობს. სასკოლო ფორმების გაცემა და რეალიზაცია 1-დან 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. როგორც სპეციალურად გამოყოფილ პუნქტებში, ისე ონლაინ პლატფორმის მეშვეობით. ფორმები უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის იმ მონაწილეებს, რომლებიც სოციალური და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებში არიან ჩართულნი. ასევე უკრაინიდან საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოსულ ბავშვებს. 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით თითოეულ მშობელს ექნება შესაძლებელი, რომ შეიძინოს ეს ფორმები, ან თუ კი ისინი ხვდებიან იმ კატეგორიაში, რაც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია, რომ კონკრეტული კატეგორიის მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ იქნეს გადაცემული, რა თქმა უნდა, მიიღებენ ამავე პუნქტებში ამ ფორმებს. საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მინიმუმ ერთი სარეალიზაციო პუნქტი იქნება გახსნილი, სადაც ფიზიკურად ყველა შეიძლება რომ მივიდეს, შეიძინოს. მომავალი კვირიდან უკვე ჩაეშვება
ონლაინ პლატფორმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ ონლაინ გამოიწეროს ნებისმიერმა მშობელმა თავისი შვილისთვის ეს ფორმა, საცალო ვაჭრობის გადახდისას თუ ონლაინ შეძენისას სხვადასხვა ბანკების მიერ მოქმედებს საშეღავათო cashback პოლიტიკა, რომელზეც ასევე ინფორმაცია დეტალურად იქნება გაზიარებული. ჩინეთიდან პირველი ეტაპით გათვალისწინებული სასკოლო ფორმები მივიღეთ, რომელიც საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვისაა განკუთვნილი. მიმდინარეობს დასაწყობება. რის შემდეგ მოხდება მისი გადანაწილება თბილისსა და რეგიონებში. მოწოდების მეორე და მესამე ეტაპი ოქტომბერსა და ნოემბერში გახორციელდება. თბილისის 126 საჯარო სკოლაში გახსნილია სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტი, სადაც 1 სექტემბრიდან ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოსვლა და 14 სექტემბრის ჩათვლით სასკოლო ფორმების შეძენა. იმისთვის რომ სასკოლო ფორმების შეძენის პროცესი იყოს მშობლებისათვის მაქსიმალურად ორგანიზებული და მარტივი, საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით სარეალიზაციო პუნქტები დაიწყებს ფუნქციონირებას. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ეს პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად კომფორტულად და ორგანიზებულად. რუსთაველის გამზირზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს აღმოჩენილ არქეოლოგიურ ფენებსა და არტეფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. ამ დროისთვის გამოვლენილი ობიექტების პირველადი შესწავლა უკვე მოხდა. უწყებით ცნობით სამუშაოები არქეოლოგების ზედამხედველობით წარიმართება. ახალი კერების გამოვლენისას კი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები გატარდება. თბილისის მერია, რომელიც ინფორმაციას სააგენტოს აწვდის, გადაწყვეტილებებს მათი რეკომენდაციით იღებს. უკვე რამდენიმე საათია კიევში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ნანგრევებიდან მაშველები ადამიანების ამოყვანას ცდილობენ. რუსეთის ძალებმა კიევზე და ქვეყნის რეგიონებზე ღამით მასშტაბური კომბინირებული დარტყმა დრონებით და რაკეტებით განახორციელეს. კიევში ბოლო მონაცემებით 15 ადამიანია დაღუპული, 34 კი დაშავებულია. დედაქალაქში გლოვის დღე გამოცხადდა. მსხვერპლია ჟიტომირშიც. დრონი პოლიციის სამმართველოს მოხვდა, დაღუპულია 2 და დაშავებულია 20 ადამიანი. 5 პირი დაიღუპა ხერსონში. აგრესიის სამიზნე მიკროავტობუსი გახდა, რომელსაც მგზავრები გადაყავდა. ტრამპი ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ ეკონომიკურ ომს ანონსებს. შტატების პრეზიდენტის განცხადებით იწყება თეირანის იზოლაცია და მკაცრი სანქციები დაემუქრება ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც ირანს დაეხმარება ან მასთან კომერციულ კავშირებს შეინარჩუნებს. ტრამპი საერთაშორისო მოკავშირეებს ვაშინგტონის პოზიციის გაზიარებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ახალი ზომები მიზნად ისახავს ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრი აბას არაღჩი ტრამპის განცხადებას ვაშინგტონის შიდა ეკონომიკური კრიზისიდან ყურადღების გადატანის მცდელობა დაფასებს. დღეს ვაცხადებ ყველაზე მასშტაბურ და გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას, რომელიც ოდესმე რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულა. ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია. ასევე ვაცხადებ, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანს რაიმე ფორმით დაეხმარება, თავად უზარმაზარი ეკონომიკური შედეგების წინაშე აღმოჩნდება. ეს მანიაკები კუთხეში არიან მიმწყდეულები. ეს ზომები მათ პარალიზებას გამოიწვევს და ტერორის მსოფლიოში გავრცელებას შეზღუდავს. თეირანთან სავაჭრო, კომერციული და ფინანსური ტრანზაქციების სრულად შეშერების გადაწყვეტილება მიიღო არაბთა გაერთიანებულმა საამიროებამ. მედია წერს, რომ აბუ-დაბი ამ დრომდე ირანის ერთ-ერთი უმთავრესი ეკონომიკური პარტნიორი იყო. ოფიციალური განმარტებით გადაწყვეტილება ირანიდან საამიროების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვებას და ჰორმუზის სრუტეში ტანკერებზე გახშირებულ თავდასხმებს უკავშირდება. საამიროები ისევ აგრძელებენ საერთაშორისო ფინანსური სისტემის მთლიანობის დაცვას. საერთაშორისო სამართლისა და გლობალური სტანდარტების შესაბამისად. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს თბილისში. სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული მეთადონი ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. კიდევ ერთი დაკავება ყაჩაღობის ბრალდებით თბილისის პოლიციამ აიყვანა პირი, რომელმაც დედაქალაქის ერთ-ერთ სკვერში ცივი იარაღის დემონსტრირებით და მუქარით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეს მობილური ტელეფონები წაართვა და მიიმალა. ტელეფონები ამოღებულია, გამოძიება 179 მუხლით მიმდინარეობს.
გორში საგზაო მონიშნები განახლდება. სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ადგილზე გაეცნო. მისი განცხადებით, ახალი მონიშნები ქალაქში გადაადგილებას უსაფრთხოს გახდის, მუნიციპალიტეტში კი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გაგრძელდება. აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოქალაქეების გადაადგილებას, ასევე იქნება უსაფრთხოების ნორმები დაცული. მიმდინარე პროექტი ეტაპობრივად გაგრძელდება და მოიცავს სხვადასხვა ქუჩებსა და უბნებს. გეგმა გრაფიკით გათვალისწინებულია 3 თვის განმავლობაში ამ სამუშაოების შესრულება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო ადრე შევძლებთ, რომ დავასრულოთ თუ ამინდები და მეტეოროლოგიური მდგომარეობა ხელს არ შეგვიშლის. თუმცა ამ ეტაპისთვის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს სამუშაოები. ხაზავთ ეგრეთ წოდებული ცივი პლასტით, გერმანული მანქანადანადგარით და ევროსტანდარტის შესაბამისი საღებავებით. შესრულებული სამუშაოების საგარანტიოა და შეადგენს 3 წელიწადს. გლდანის მესამე მიკრორაიონში უკანონო შემოღობებისა და ავტოფარეხების ადგილას ახალი სკვერი მოეწყო. დაახლოებით 3000 კვადრატულ მეტრზე ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, განათება, სარწყავი სისტემები და გამწვანება განთავსდა. გაკეთდა საპარკინგე სივრცეებიც. პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 376,000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები 3000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა. მე მინდა ერთ დეტალს გავუსვა ხაზი, რომ ეს ტერიტორია მთლიანად სრულად იყო უკანონოდ შემოღობილი, იყო რამოდენიმე ავტოფარეხი, რომლის დემონტაჟი განხორციელდა, დემონტაჟი განახორციელეთ უკანონო მოღობილების. ამის შემდგომ უკვე პროექტის ფარგლებში მოეწყო სარწყავი სისტემა, გარეგანათების ქსელები, ახალი ბოძები, ლედსანათები, ჩატარდა გამწვანების სამუშაო, დავრგეთ სხვადასხვა სახეობის ხემცენარე, ასევე პროექტის ფარგლებში მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონა, ატრაქციონი, სპორტული სივრცე, მოსასვენებელი აქვე ვცხოვრობთ და ყოველ წუთში გადავდივართ და დაცულები ვართ ყველანაირად, აქ შემოღობილიც არის და ყველასთვის მნიშვნელოვანი იქნება ეს. ბავშვებს ხომ უნდათ სივრცე გასართობი. ჩვენ არ გქონდა აქ არაფერი, ვიწევდა შორს ასვლა პარკში. კონსერვატორული სააგენტოსა და ამერიკული კომპანია Colangelo and Partners-ის მხარდაჭერით საქართველოში ღვინის ამერიკელი პროფესიონალების ტური გაიმართა. 14 კაციანი ჯგუფი ქართლს და კახეთს ესტუმრა. სტუმრებს ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგია და სამზარეულო გააცნეს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოში 14 ამერიკელი ღვინის პროფესიონალი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ისინი ქართული ღვინის მწარმოებლებს ხვდებიან, ასევე ეცნობიან ქართული ღვინის კულტურასა და ტრადიციებს. ტურის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ამერიკის ბაზარზე ცნობადობის გაზრდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით დღეს მოვასპინძლეთ ღვინის პროფესიონალებს ამერიკიდან. გავაცანით ჩვენი პრემიუმ ღვინოები, ჩვენი კომპანიის ფილოსოფია და თანამედროვე ხედვა. მსგავსი დეგუსტაციები და ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ ჩვენ ამერიკის ბაზარზე გავაკეთოთ პოზიციონირება. გაოცებულები ვართ საქართველოს დიდი პოტენციალით. ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარი უაღრესად კონკურენტულია, თუმცა ქართულ ღვინოს აქ განვითარებისთვის ჯერ კიდევ დიდი შესაძლებლობები აქვს. ამ ტენდენციას ბოლო წლების განმავლობაში ვაკვირდებით. სულ უფრო მეტად გვაინტერესებს ადგილობრივი ბაზის ჯიშები და მეღვინეთა ისტორიები. ამჟამად ქართულ ღვინოს ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ზრდის შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს. საბურთალოს რაიონში დასასვენებელი სივრცეები ეწყობა. სამუშაოები ჭაბუკიანის და ხვიჩიას ქუჩებზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 2500 კვადრატული მეტრი ფართობი გამწვანდება. მოწესრიგდება საპარკინგე ინფრასტრუქტურაც. დამონტაჟდება უსაფრთხოების კამერები. მოწყობა სარწყავი სისტემა და განათების ქსელი. განთავსდება საპარკო ინვენტარი. დაირგვება 390-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხემცენარე. სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი, პარლამენტის დელეგატი და საკრებულოს მაჟორიტარი გაეცნენ. ჭაბუკიანის და ხვიჩიას ქუჩაზე რეკრეაციული სივრცეების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ტერიტორია სრულად გამწვანდება, 400-ზე მეტი ხემცენარე დაირღვება, მოეწყობა სარწყავი ქსელი, ახალი განათება, დამონტაჟდება უსაფრთხოებისთვის ვიდეოკამერები, დამონტაჟდება სხვადასხვა სახის საპარკე ინვენტარი. პროექტი ოქტომბრის თვეში დასრულდება და ამ პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენ უმას კიდევ ერთი ლამაზი სივრცე და მოწესრიგებული გამწვანებული სივრცე შეემატება. პორჯომში ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი ღამის სერენადები გაიხსნა. წლევანდელი ფესტივალი ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება. ფესტივალში მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები მონაწილეობენ. ფესტივალი კულტურის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ტარდება. 21, 23 და 25 აგვისტოს კი საღამოები ბათუმის დრამატულ თეატრში გადაინაცვლებს.
იმალე ჩაიარა გახსნილმა კონცერტმა შესანიშნავი იტალიელი მაესტრო ბეატრიჩე ვენეცი წარუცვა კონცერტს. ფესტივალი გადაინაცვლეს ბათუმში. შევადგინეთ როგორც ყოველ წელს ძალზედ ატმოსფერული პროგრამა. ფესტივალი დასრულდება თბილისში 3 კონცერტით წავსდებით პუბლიკის წინაშე. ეს საოცრად ემოციური წუთებია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსმენელს ვგრძნობთ და ვხედავთ, როგორ გადმოდის ეს რეაქცია ჩვენზე. ბორჯომში გატარებული ეს საღამო ჩემთვის ნამდვილად განსაკუთრებული და დაუვიწყარი იქნება. ის სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე rustavi2.gi ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით Facebook-ზე. კურიერი გემშვიდობებად 6 საათით.